სახელითა მამისად და ძისად და სულისად წმინდისად. Მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანი განიცდის ალბათ იმ სიტყვებს მთელი სისავსით, რასაც 9 ნეტარებაში უფალი გვეუბნება, რომ ნეტარიყვნენ მგლოვარენი გულით, რამე თუ იგინი ნუ გეშინისებული იქნენ. მეორე მხრივ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რატომ არის ეს ასე. თუ არ ვიცით, მაშინ ვერც განვიცდით, თუ ვიცით და განვიცდით, მაშინ ამას თავისი მიზეზი აქვს და ეს ძალიან კარგია. ეს არის ჩვენში ღვთისმაძიებლობა, მთელი სისავსით, რასაც მართლმადიდებელი ეკლესიის, ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის სისავსე გვაწვდის. გვაწვდის იმ საიდუმლოების რეალიზების შესაძლებლობას, რომელსაც პავლე მოციქული უწოდებს ქრისტე ჩვენში. და ჩვენ გრიგოლ ხანძთელის როგორც ღვთლის, როგორც მოღვაწის, ეკლესიის მოღვაწის პირველ რიგში გარშემო როცა ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა შეუძლებელია რომ გვერდი ავაროთ იმ მოცემულობას, რასაც ისი მემყუდროებითი, ანუ ისიქასტურის ცხოვრება ქვია, რომლის გარეშეც მართლმადიდებლობა გაფერმკრთალდებოდა გარეგან რელიგიურ წესჩვეულებებად გადაიქცეოდა. პავლე მოციქული დღესაც აღმოვიკითხეთ, მე დავითნის მიერ ხშირად უპირისპირებს გარეგან ჟულს ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ეს იმას კი არნიშნავს, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება გარეგანის ჟულის გარეშე არსებობს. როგორ შეიძლება გარეგანის ჟულის გარეშე არსებობდეს, როცა ადამიანი თვითონ არის გარეშე შემოწერილი, ფორმები აქვს, როცა და სივრცეში არსებობს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია რომ არ იყოს გარეგანი ჟული, მაგრამ პავლე მოციქული უპირისპირებს გარეგანს და შინაგანს არა იმიტომ, რომ გარეგანი არ არის საჭირო, არამედ წარმოაჩენს შინაგანის უპირატესობას და შინაგანის გარეშე გარეგანის აბსურდულობას. და ეს შინაგანი ცხოვრების წესი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის არა ჩვენი ფსიქოსომატური გარკვეული უნარჩვევები და მდგომარეობები, არამედ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ღმერთი ჩვენში. ღმერთი ჩვენში, სამყაროს შემოქმედი, გალაქტიკების შემოქმედი ჩვენში. მისი მიგნება, ანუ ღმერთის მიგნება საკუთარ თავში არ არის იოლი, იმიტომ რომ ადამიანი უსასრულო შესაძლებლობას ატარებს საკუთარ თავში და მას ჩვენ მისტიკურ სიღრმეს უწოდებთ. რომელიც უფსკულია, უფსკული რას ნიშნავს? მას ძირი არ აქვს, მას სასრული არ აქვს. ჩვენ ბოლომდე იქ ვერ ჩავალთ. ჩვენ საკუთარი თავი არ ვიცით, ჩვენ არ ვიცით რა დიდებული რამ შექმნა ღმერთმა ჩვენი სახით. შექმნა ისეთი რამ, ისეთი სიღრმის, ისეთი მიუწვდომელი სიღრმის, ასე რომ კიდე გავიმეოროთ, რომლის შევსება მხოლოდ ღმერთს შეუძლია. და თუ არ შევისოს, რა მოხდება? ადამიანი მუდამ ნაკლული იქნება, ადამიანი მუდამ ტანჯული იქნება. ადამიანს ექნება მუდმივი დეფიციტი ბედნიერებისა, სიხარულისა, სიყვარულისა, სიცოცხლისა. ქრისტიანობა ამას ჩვენ გვაწვდის ყველაფერს. გვეუბნება, რომ ქრისტიანობა არის ის, რაც შენ მთლიანად შეგავსებს, ანუ შენში ღმერთი დამკვიდრდება. და ეს მემყუდროებითი, ანუ ისიქასტური ცხოვრება, ეს არის არაუბრალოდ ცხოვრების წესი. ხანდახან ფიქრობენ, რომ თუ ადამიანს ისიქასტი უწოდა, ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურ განდეგილობაში ცხოვრობს და ესე იგი არანაირი კავშირი გარე სამყაროსთან არ აქვს, ან ეს კავშირი უკიდურესად მინიმალისტურია. ეს სინამდვილეში არ არის. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანსაც შეიძლება უწოდოთ ისიქასტი, ანუ მემყუდროე, მაგრამ მემყუდროე ესე როგორც მდუმარება, მდუმარება არ ნიშნავს უბრალოდ მუნჯობას, თუმცა მუნჯობასაც შეიძლება ნიშნავდეს. მუნჯობას არა კლინიკური სახით, არამედ ადამიანი თვითონ აღთქმას როდებს და აღარ საუბრობს. არამედ უპირველეს ყოვლისა ეს არის შინაგანი მდუმარება, როცა ადამიანის გული და გონება თავისუფალი ხდება, მოტმასნილი, გარედან შემოსული გულის სიტყვებისა და აზრებისა. და მხოლოდ ღმერთის დიდება ამაში, ანუ ადამიანი მთლიანად, როგორც ვამბობთ ხოლმე ამ ბოლო პერიოდში, როგორც ეკლესიის
ორგანული ნაწილი, ანუ როგორც ზალი უფლისა მთლიანად უერთდება თავის ზეციურ სიძეს და შუალედში მათ შუა არაფერია, მე და ღმერთი, ჩვენ ეკლესია, ჩვენ და ღმერთი. და არანაირი გულისიტყვა, არანაირი აზრი, არანაირი მიმართულება ჩემი გონებისა, ჩემი ჩემეცნებითი უნარები არაფრით არ ინტერესდება. არაფერს გულს არ დაუდებს, მხოლოდ ღმერთი უნდა, მხოლოდ ღმერთი ახსოვს და ნებისმიერი გახედვა გვერდზე მისთვის მრუშობის ტოლფასი. მე მესმის ახლა ეს ძალიან დიდ სიმაღლეზე ვსაუბრობთ. მაგრამ როგორც წმინდა სოფრონ სახაროვი ამბობდა, ჩვენ მაქსიმუმს ვამბობთ, მაქსიმუმისკენ ვიმზირებით, რათაც ცოტათი მაინც რაღაცა ვაკეთოთ და ამავე დროს არასოდეს დავკმაყოფილდეთ იმით, რა მდგომარეობაშიც ვართ და რასაც ვაკეთებთ, იმიტომ რომ როცა მაქსიმუმზე ვსაუბრობთ, შეძრწუნებულებიც კი ვართ იმით, რომ ვაიმე, ეს თუ ქრისტიანობაა, იმას მე როგორ მივახცევ და გვეშინოდეს, რომ ღმერთი არ დავკარგოთ იმის გამო, რომ მაქსიმუმისგან ძალიან შორს ვარ. ეს ჩვენ სულიერი და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალების მობილიზებას ახდენს. გვიჩენს მოტივაციას არ გავჩერდეთ, მუდმივად ვიმოძრაოთ, მუდმივად ღმერთი ვეძებოთ. შინაგანი ცხოვრების წესი ეკლესიაში ისიქასტურ პრაქტიკად იწოდება. კიდევ მეორე ისიქაზმი ეს არა მხოლოდ ცხოვრების წესია, არამედ უპირველეს ყოვლისა დუმარების მაგალითი რომ მოიყვანეს, არის შინაგანი მდგომარეობა. მაგალითად გრიგოლ პალამა კი ცხოვრობდა ერთი პერიოდი განდეგილის ცხოვრებით, მაგრამ ის შემდეგ ეპისკოპოსი იყო თესალონიკის. მისი მეგობარი ნიკოლოს კავასილა საერთოდ ერისკაცი იყო, მაგრამ ისინი ისიქასტებად ითვლებიან. ანუ ისიქაზმი უპირველეს ყოვლისა შინაგანი მდგომარეობაა. ვასილი დიდის კი თავის დროზე ცხოვრობდა ის ესეთი მემკვიდრეობითი ცხოვრებით, მაგრამ მერე ის მთავარეპისკოპოსი იყო. და ვასილი დიდი ამბობს, რომ თუ შენ შინაგან ცხოვრებას მიაღწევ და შეძლებ, რომ შენ შიგნით იმყოფებოდე, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი მონასტერი, შენი კელია, შენი სენაკი ყველგან თან დაგაქვს. და ხალხრავალ მოედანზეც რომ იმყოფებოდე, იქაც შინაგან ცხოვრებით მემკვიდროვე იქნები, იქაც შიგნით იქნები, შენ შიგნით. რა თქმა უნდა, მე მესმის, რომ ჩვენთვის ეს მიუწვდომელი მწვერვალი ერთის ხრივ, მაგრამ ეს გვაძლევს ჩვენ საშუალებას მუდმივ დინამიკაში, მუდმივ მაძიებლობაში ვიმყოფებოდეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არასოდეს არ დავკმაყოფილდეთ საკუთარი თავი. მით უმეტეს ეს მემკვიდრეობითი ცხოვრება, რომელიც სიმშვიდეს ნიშნავს გონებისა და სხეულის, ჩვენი ფსიქიკის, სიმშვიდე რა არის? არ აღელვებს, არ ღელდება, არ იმღვრევა შემოტმასნილი გულის სიტყვებით და აზრებით. ყველამ ვიცით ეს რა საშინელებაა. ვისაც ერთხელ მაინც მოუნდომებია გულით ელოცა, რომ ჩემსა და ჩემს სიტყვასა და ღმერთ შორის არაფერი არ ჩამდგარიყო, მან ძალიან კარგად იცის, რომ რა დღეში ვარდებით. ჩვენი გონება მართლაც აი მოღალატე მეუღლესავით არის, რომელიც არ ერთგულებს თავის მეუღლეს და სულ სადღაც იმზირება და გარბის და ვერაფრით ვერ დაიჭერ ამ თავხეთ გონებას, რომელსაც საკუთარი გონება ქვია. და აი როცა ადამიანი ცდილობს, რომ ისიქასტური პრაქტიკა გქონდეს, რას ნიშნავს ეს? ჩვენ ხო ვერ წავალთ ეხლა განდეგილებად ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ ყოველას ჩვენი ვალდებულებები, მოვალეობები გვაქვს. ნიჭიერებაც ჭირდება, არა განდეგილობას, უბრალოდ მონაზნობასაც ნიჭი ჭირდება, აღარ ვლაპარაკობ განდეგილობას. მაგრამ როცა ჩვენ ვიბრძვით ყოველი სიტყვის მოსაპოვნებლად, რომ ჩვენსა და ღმერთ შორის არაფერი არ ჩადგეს, ეს უკვე ისიქასტური პრაქტიკის რაღაცა ელემენტებია, რომ არ დაუშვათ უცხო აზრი, რომელიც გაიტაცებს ჩემ გონებას, რომელსაც ჩემი გონება გაყვება და ქრისტეს უღალატებს. აი ეს ბრძოლა უკვე ისიქასტური პრაქტიკაა. და ჩვენ ამ ბრძოლას ყოველთვის ვეწევით, თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, თუსაც წირვაზე ვდგავართ, ოდესაც ჩვენთვის ლოცულობ იესოს ლოცვის დროს და ასე შემდეგ. ისიქასტური პრაქტიკა, რასაც ქვია, ის პირველივე დღიდან, რაც ქრისტე მოვიდა, იმ დღიდან არსებობს ეკლესიაში. როცა ქრისტემ თქვა, რომ ვინც მე შემიყვარებს, მას მამაც შეიყვარებს და მე და მამა და შემდგომ სულიწმინდა ღმერთი მოვალ და დამკვიდრდებით ამ ადამიანში. როდესაც ამას თავისებურად კიდევ სახელდებს, განმარტავს პავლე მოციქული და ამბობს, რომ
საიდუმლოება, რომელიც უნდა განგიცხადოთ, რომელიც ღვთის განკაცების მერე ახსნილდა, ეს არის ქრისტე თქვენში და იგივე ჩვენში ქრისტე. ეს ყველაფერი, როცა ქრისტე ამბობს, რომ მე ვარ ძირი და ვაზის ძირი და თქვენ, ესე იგი, რტოები ხართ და თქვენ ნაყოფს გამოიღებთ თუ ჩემზე იქნებით დამკნობილი, ეს ყველაფერი, ანუ ერთიანობა ადამიანისა და ღმერთისა, ეს ყველაფერია და კიდევ უბრალოდ ჩემი სახელით ითხოვეთ და ყველაფერი ვყო და აღვასრულო და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის საფუძველი იმის სიქასტური პრაქტიკისა, რომელიც სულ ყოველთვის არსებობდა და არსებობს ქრისტეს ეკლესიაში. უბრალოდ იყო პერიოდი, როდესაც ძიმე იყო ეკლესიის მდგომარეობა, იმიტომ რომ ეკლესია შემოსაზღვრული იყო ბიზანტიის რკინის მესერით, რომელიც იცავდა თავის თავში ეკლესიას, მაგრამ როდესაც ეს მესერი გაცვდა, როცა ეს მესერი დაიჟანგა, როცა ეს მესერი გაირყვნა, როცა ეს მესერი აღარ იყო ღირსი, ეკლესია ქონოდა თავის წიაღში და დაეცვა, ღირსი აღარ იყო. მაშინ დაიწყო ამ ეკლესიის, ამ მესერის რღვევა, მას აღარ ჰქონდა შესაძლებლობა დაეცვა საკუთარ თავში ქრისტეს წმინდა ეკლესია და უკვე როცა ეს პერიოდი დგებოდა დაახლოებით 100 წლით ადრე მოღვაწეობს გრიგოლ პალამა, დაახლოებით 100 წლით ადრე, ეს არის მე-14 საუკუნე და სწორედ აი აქ თან უკვე დასავლური სამყარო, რომელიც მოწყდა მართლმადიდებელ ფესვებს, ეს მოწყვეტილ ფესვებს უკვე იხრება უფრო აი ამ გარეგანი ქრისტიანობისკენ, აკადემიურობისკენ, რომელიც ცუდი სულაც არ არის, მაგრამ თუ მოწყდა ის მისტიკას, ქრისტიანულ მისტიკას, ის უკვე ცუდიც ხდება, იმიტომ რომ მისტიკას მოწყვეტილი აკადემიურობა რაც მინდა და რაში მჭირდება, როცა ის აღარ არის მაცხოვნებელი. შემდგომ ეს ვარლამ კალაბრისეული ეს სოფხედელობა, რომ ინტელექტუალური ჭვრეტით შენ შეიძლება მიწოდე ღმერთს და ასე შემდეგ, ხა ეს ძალიან ღრმა თემა, ამაზე არ ვისაუბრებთ და აი ამ დადგა პერიოდი, როდესაც აღმოსავლეთი, რომელიც ნადგურდება, მისი ეს სიმყარე მორღვეულია, დასავლეთი, რომელიც უკვე სეკულარულიც არის და უკვე მისტიკიდან საკუთარ ჭეშმარიტი მისტიკურად, ჭეშმარიტი საიდუმლოებიდან ცარიელი ხდება, იწყებს აი მათში დაპირისპირება, იწყება შეიძლება ასე ითქვას და ფაქტობრივად შემდეგ აი ეს ისიქასტური მოძრაობა, ეს არის აი ამ პროცესების დაპირისპირება, შეჯახება და ისიქასტური პრაქტიკა, ისიქასტური ცხოვრების წესი, ისიქასტური დავები გრიგოლ პალამას მიერ წამოწყებულიც ვერ დავარქვევთ, ის იძულებული გახდა პოლემიკაში ჩართულიყო, თორე თავისი განდეგილი ცხოვრებით საერთოდ არ უნდოდა ამ თემებში ჩართვა, მაგრამ იძულებული გახდა, როცა დაინახა, რომ უტევდნენ ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცხოვრებას, ჩაერთო აი ამ პროცესში და კაცობრიობას შეახსენა პირველი საუკუნიდან არსებული დავიწყებული გზა, რასაც თქვია ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება, დოგმატური სახით ეს ყველაფერი საღვთისმეტყველო აკადემიურად და საღვთისმეტყველო სახით გადმოგვცა და შემდეგ კრებებით დაადასტურა და დაადგინა და აი ეს მორღვეული ღობე, რომელიც თითქმის მორღვეული, რომელიც უკვე ამ პერიოდის მერე 100 წელიწადში უკვე აღარ არსებობდა და ბიზანტია დაეცა, მის მაგივრად გონებისმიერი ლოცვის მესერი შემოავლო მართლმადიდებლობას, რომელიც დღემდე ინახავს მართლმადიდებელ ეკლესიას საიდუმლოებისგან განძარცვისგან და აი ათონის წმინდამთა და კიდე სხვა ადგილების დღეს მადლობა ღმერთს ამ ტრადიციას ინახავენ და ისიქასტურ კამათებში დავაში ამ საეკლესიო დადგენილი საეკლესიო კრებებზე მიღებული დადგენილებები, გრიგოლ პალამას თხუზულებები, რა თქმა უნდა ეხება თეოლოგიურ ისეთ საკითხებს, როგორიც არის ღვთის ბუნება, ადამიანის ბუნება, თაბორის მთაზე ნათელი რო იხილეს მოციქულება, რა იყო ეს ნათელი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს ეს ყველაფერი ეხება სულიერი ცხოვრების გონებისმიერი ლოცვის პრაქტიკასაც. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკას ეხება, როგორ უნდა ილოცოს ადამიანმა, რომ ტრადიციებით, საუკუნეებში გამოტარებული პრაქტიკა თითოეულ ადამიანში, მათ შორის ერის ადამიანშიც ის ცოცხალი იყოს. როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანის განღმრთობაზე, ღმერთი გახდა ადამიანი, იმიტომ რომ ადამიანი გახდა ეს ღმერთი, როგორც ჯერ კიდე მე-3 საუკუნეში უკვე გაჟღერდა ეს სიტყვები, რეალურად რას ნიშნავს,
რომ მაშინდელი თანამედროვე ადამიანისათვის მე-14 საუკუნისა, რა თქმა უნდა დღევანდელი ადამიანისათვის მეტნაკლებად გასაღები რო იყოს. რას ნიშნავს განხთობილი ადამიანი, რას ნიშნავს, რომ ჩვენში ღმერთი ცხოვრობდეს, რას ნიშნავს, რომ ვიყოთ ღვთის ტაძარი. და აი ეს კრებები 1351 წელს იყო ეს კრებები და ამ კრებებმა ძალიან დიდი როლი შეასრულა და ეს კრებები ზოგი ამბობს, რომ ეს ადგილობრივი კრება იყო, მაგრამ ეს კრებები თავისი მნიშვნელობით სოფლიო კრების ტოლფასი არის, არ არის სოფლიო კრება, იმიტომ რომ 7 სოფლიო კრებაა ვიცით ასე ასახელდებული, მაგრამ არსებობს მართლმადიდებლობის ზეიმი, ეს განწესებაში შეტანილი იქნა ამ კრების დადგენილებები. ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ეკლესია მიიღო ამ კრების დადგენილებები და ისიქასტური პრაქტიკა, და ისიქასტური სწავლება, როგორც დოგმატი, ისე მოგვიტანა ეკლესიამ. ანუ დოგმატი რას ნიშნავს? როგორც ღვთისაგან გამოცხადებული ჭეშმარიტება. დღეს შეიძლება ადამიანი მას არ იღებდეს ვიღაცა და ეკლესიის წევრი იყოს, რა გონებისმიერი ლოცვა და რა ისიქასტური პრაქტიკა და რა შინაგანი ცხოვრება, ბევრს ნახავთ ესეც სამწუხაროდ, მაგრამ და ნომინალურად ეს ადამიანები ეკლესიის წიაღში არიან, რა თქმა უნდა. მაგრამ მეორე მხრივ, ეკლესიამ კრებით დადგენილებებით და მართლმადიდებლობის ზეიმში განწესებების შეტანით დაადასტურა, რომ ეს არის ეკლესიის სწავლება, რომელსაც შეიძლება შენ არ იღებ და ნომინალურად ეკლესიის წევრი ხარ მაინც, მაგრამ მაინც ეს არის ეკლესიის სწავლება, რომლის მიუღებლობა მე ვფიქრობ ძალიან სერიოზულად აკნინებს ამა თუ იმ ადამიანის სულიერ ცხოვრებას. ეკლესიამ აი ამ კამათებში, რაც მოხდა მაშინ, დაინახა არა რაღაც კერძო მისტიკური ტრადიცია, აი რაღაცა ერთი მისტიკური ტრადიცია, რომელიც ათონის თაზე იყო და რომლებიც ვარლამ კალაბრიელმა ნახა და გული გაუსკრა და დაიწყო მის წინააღმდეგ ბრძოლა და მერე გრიგოლ პალამამ დაიცვა. არამედ გრიგოლ პალამას მოძღვრებას ეკლესიამ რომ დაუჭერა მხარი, ეს ამით აღნიშნა, რომ ეს არ არის არა კერძო ვიწრო რაღაცა მისტიკური პრაქტიკა, არამედ მთლიანი ეკლესიური სწავლება. მე-14 საუკუნეში იყო ეს კრება და აი საყოველთაოდ ესეთი დოგმატური საყოველთაო სახე კრებებით დადასტურებული შეიძინა ამ დროს და გრიგოლ ხანძთელი კიდე რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა. ხო, ჩვენ ხო ვიცით, ის მოღვაწეობდა, ეს არის მე-9 საუკუნე და რა თქმა უნდა გრიგოლ ხანძთელი ცარიელ ადგილზე არ ყოფილა. რა თქმა უნდა გრიგოლ ხანძთელს წინ უსწრებდა ასურელი მამები. რა თქმა უნდა ცარიელი ადგილი როგორ შეიძლება იყოს მე-9 საუკუნე ქრისტიანობაში ცარიელი ადგილი, როცა პირველი საუკუნიდან მოდის ქრისტიანობა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაინც რომ, იმიტომ რომ ხანდახან უცნაურია, ხანდახან გაიგონებთ და შეიძლება წერილობითაც ნახოთ, რომ ვიღაცა ამტკიცებდეს, რომ ეს ისიქასტური პრაქტიკა არის მე-14 საუკუნის, ესე იგი, მიერ შემოღებული რაღაცა შედარებით სიახლე, რომელსაც ადრე თქვათ არ ქონდა ადგილი და რაღაც ესეთი. ეს არასინამდვილეში არ არის სწორი, რა თქმა უნდა და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ჩვენ მრავალგზის ვკითხულობთ მეუფეო ქრისტე, რამე თუ ქრისტიანეთა შემწე შენ ხარ, დაიფარე მარჯვენითა შენითა, მოსავნი წმინდისა სახელისა შენისანი და ბოროტისაგან იხსენ და მიეც მათ სიხარული უოხჭნოი, ანუ დაუსრულებელი სიხარული მიეცი. ეს არის აი ეს სიტყვები, ხო, აი უფალო ჩვენო იესო ქრისტე დაიფარე მარჯვენითა შენი და მოსავნი წმინდისა სახელისა შენისანი. რა თქმა უნდა ეს სახარებისეული სწავლებაა. რა თქმა უნდა სახარებისეული სწავლებაა, როდესაც პავლე მოციქული ამბობს, რომ იესო ქრისტეს ეს არის უმწვერვალესი გამოცხადებით მოცემული ჩვენ და სახელი, უმაღლესი სახელი ღმერთისა, რომლის წინაშე მოდრკება ყველაფერი ყოფიერებაში, ზეცაში, სამყაროზე, ამ ქვეყანაზე და ქვეყნებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და რაც შეეხება იესოს ლოცვას, საკუთრივ იესოს ლოცვა კი არ არის, როგორც ასეთი ისიქასტური პრაქტიკა. იესოს ლოცვა, როგორც მოკლე ლოცვა, როგორც განკაცებული ღმერთის სახელი, როგორც უმწვერვალესი გამოცხადებით მიღებული ღმერთის სახელი და როგორც უფლის სიტყვა, რომ ჩემი სახელით ითხოვდეთ და მე ვყო და იქვე მიგვანიშნებს, რას აგვისრულებს, რომ სული წმინდა ღმერთი გარდამოვა ჩვენში და მისი პრაქტიკულობა ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ იესოს ლოცვა იყოს გონებისმიერი, ანუ გონებით გულში ღმერთის მაძიებლობითი მდგომარეობა, გონებისმიერი ლოცვა არის გონებით გულში აღვლენილი ლოცვა, გონებით გულში ღვთისაკენ მიმართული სწრაფვა ჩვენი შემეცნების უნარებისა და რა თქმა უნდა ამას ჭირდება
მიმართვა, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება გულისმიერი სიტყვა და პრაქტიკამ დაადასტურა, რომ იესოს ხუთსიტყვიანი ლოცვა არის ყველაზე პრაქტიკული ამ თვალსაზრისით და ყველაზე უფრო მოსახერხებელი, თუ ეს სიტყვა ცოტა უხერხული არ არის. და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში მის საზმოში ეს ყოველთვის იყო და ეს ძალიან კარგად ჩანს. აი მაგალითად კიდევ ერთ ამონარიც წაგიკითხავთ, მოუკლებელი ლოცვა, რა თქმა უნდა გონებისმიერი ლოცვა, ეს პრაქტიკულად უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგს ეშლება, რომ ზოგი ფიქრობს, რომ თუ სკვნილს აიღებს და იესოს სახელს ამბობს, ეს ნიშნავს, რომ მას უკვე გონებისმიერი ლოცვა აქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იესოს სახელის წარმოთქმა არ არის გონებისმიერი ლოცვა თავისთავად, ის ჩვეულებრივი ლოცვა. ის რომ გონებისმიერ ლოცვად გადაიქცეს, ამას სჭირდება გარკვეული ცოდნა, გარკვეული პრაქტიკა და რაც მთავარია, სრული სისავსე ქრისტიანული, ანუ ეკლესიური ცხოვრების. ის რომ ადამიანი მოწყდეს ეკლესიურ სისავსეს, ზიარებას, საეკლესიო ტრადიციას, მოყვასთან ურთიერთობის ქრისტიანულ წესს, რომელსაც ქვია თავდაბლობითი ურთიერთობა მოყვასთან. სიყვარულის, ესე იგი სიყვარულის აღსრულებას, ანუ ღვთისმცნებების, სიყვარულის აღსრულებას არის ღვთისერთგულება და მოყვასის სიყვარული, მოყვასის ერთგულება და ასე შემდეგ. ანუ თუ აი ამ ყველაფერს მოწყდა ადამიანი და მარტო სკვნილი უჭირავს ხელში და ლოცულობს, რა თქმა უნდა ეს არანაირი გონებისმიერ ლოცვა არ იქნება, საერთოდ არაფერი არ იქნება. ეს არის მთელი სისავსე ქრისტიანული ცხოვრებისა, როცა ადამიანი მთლიანად, მთელი არსებით ცდილობს ღმერთის შეყვარებას, უყვარდეს ღმერთი თავისი გონებით, გულით, ნებელობით, სულით, გულით, მთელი სისავსით თავისი არსების. მთლიანი სისავსე, ანუ არ შეუძლებელია, რომ ადამიანმა რაღაცა ნაწილი გამოტოვოს ეკლესიური ცხოვრებისა და მას რაიმე წარმატება ჰქონდეს. ჩვენ ვართ ქრისტიანები მთლიანად, ან საერთოდ არა ვართ. სანახევრო ქრისტიანობა არ არსებობს. ამიტომ ასკეტური ღვაწლის, ანუ არა არის ასკეტური ღვაწლი. ერისკაცსაც ჭირდება, ხო ჩვენ ხომ არ ხულობთ ესეთ ასკეტური ღვაწლი. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვასწავლი ჩემ თავს, რომ ქრისტე იყოს ერთადერთი ღირებულება ჩემთვის. ერთად არა პირველი, არა მეორე, თუმეტეს არა მესამე, არამედ ერთადერთი ღირებულება. ყველაფერი თანაჩენი თანმდევი იყოს ქრისტესი, ის რაც ქრისტესთან ერთად ჩემი გული დაიტევს. ამიტომ ასკეტური ღვაწლი არის ყველას ვალდებულება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, აავლაგმოთ ჩვენი ხორციელი მიდრეკილებები და ეს ისწავლება თუნდაც აი მარხვით მაგალითად, ხო? ჩვენ უნდა ვისწავლოთ, აავლაგმოთ ჩვენი შური, ჩვენი ეგოიზმი, ჩვენი მრისხანება და ასე შემდეგ, იმისათვის რომ ღვთისნების აღსრულების ცდელობა გქონდეს. და როგორც კი ჩვენ გვექნება მცდელობა ღვთისნების აღსრულებისა და ეს გამოვლინდება ჩვენს ასკეტურ ღვაწლში, რომ რაღაცას მოიკლებ და ცდილობ, რომ სიამოვნებით კი არ იცხოვრო, ხორციელი სიამოვნებით, არამედ შენთვის ერთადერთი ბედნიერება და სიამოვნება და სიხარული ქრისტე იყოს, როცა ამის მცდელობა გაქვს და ეს ვლინდება მინიმალურ ასკეზაში, თუნდაც მერე ღმერთი გვეხმარება და იწყება ჩვენი გულის გალღობა, ჩვენი გულის დაჩვილება და უკვე ლოცვის გამცდელი ხდება ჩვენი გული. ამიტომ ასკეტური ცხოვრება და ლოცვა ორივე ერთდროულად უნდა არსებობდეს ჩვენში. გვახსოვს ეშმაკი როგორ მარცხდება? ლოცვითა და მარხვით. მარხვა ეს არის ასკეტური ცხოვრება, ლოცვა, რაზეც საუბრობ, ორივე უნდა კონდეს ადამიანს იმისათვის, რომ ეშმაკი დამარცხეს და ეშმაკი ყოველთვის ჩვენთან არის. სანამ ჩვენში ერთი ვნება მაინც არის. პატარა გამოვლინება მაინც არის ეგოიზმისა, შურისა, ანგარებისა, მრისხანებისა, ჩვენი გულის სხვა რამეზე მიჯაჭულობისა. აი ადამიანი ლოცულობს და აკვირდი, რა გიშლის ყველაზე მეტად, რომელი გულის სიტყვა არის ყველაზე მეტად ხელის შემშლელი ლოცვაში. ეს შეიძლება იყოს საგანი, ეს შეიძლება იყოს პიროვნება, ეს შეიძლება იყოს რაღაცა მოვლენა. აი შენ ლოცულობ და ის შემოგიძურება ის აზრი, რომელიც უკავშირდება ან საგანს, ან მოვლენას, ან ვიღაც ადამიანს და ასე შემდეგ და არ გაძლევს საშუალებას, რომ ესე იგი ღმერთთან სუფთა სიტყვით ილოცო. მობილიზებას გაუკეთებ საკუთარ თავს, მოიყვანს ესე იგი გონებას ისევ სიტყვებში, დაიწყებ ისევ ლოცვას, ცოტა ხანში აღმოაჩენ, რომ ისევ იქახარ. ისევ იქახარ, ისევ მოიყვან, ისევ იქახარ და თუ თქვა ამას დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ რომელიღაც ერთი რაღაცა იმ ცხოვრების იმ პერიოდში ყველაზე მეტად გიზიდავს. ეს შენი ვნებაა უკვე. გესმით? შენ უკვე გიკონკრეტდება, რომელი ვნება გაწუხებს ახლა ამ წუთში ყველაზე ძალიან.
რა უყოთ ეხლა ამ ნებას? ვერ ვამარცხებთ, იმიტომ რომ ვიწყებ ლოცვას ისე ვიქავარ. ეს მოგვაქვს ჩვენ აღსარებაში. ღვთის წინაშეც ვნანობთ, ღვთის ღმერთსაც ვევედრებით, რომ გავთავისუფლდეთ მისგან, აღსარებაშიც მაგვაქვს. ანუ აღსარება, ნამდვილი აღსარება, რო თქვას ქრისტიანმა, უნდა იცოდეს ღვთისნება, რომელსაც მუდმივად ვეცნობი და ეს საიდუმლოებრივად იხსნება მთელი ცხოვრების განმავლობაში, წმინდა წერილის და წმინდა მამების კითხვით და მეორე ეს არის პრაქტიკულად აღმოჩენილი ჩვენში ლოცვის დროს. ლოცვა თუ ადამიანი არ ლოცულობს, ის აღსარებასაც ვერ ამბობს. ნამდვილ ქრისტიანულ აღსარებას ვამბობ, თორე ერთმა დაგიფოროს თუ კაცი მოკალი და რაღაც საშინელებად ჩაედინე, მაგას ქრისტიანობა სულ არ ჭირდება, სინდისი ამას ისედაც გიდასტურებს. ხოლო ქრისტიანობა არის არა აი უხეში რაღაც საშინელი დანაშაულებების მოცილების ცდელობა, იმიტომ რომ ეს არათუ მოცილებული არ მქონდეს, ამაზე საუბარიც კი სირცხვილია ეკლესიაში. წესი მესმის ახლა რომ ყველაფერი ხდება, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ გავიზარდოთ სულიერად, ჩვენი აღსარება უნდა იყოს აი ეს როგორც ქირურგის სკალპელი და ძალიან აი როგორც მიკროქირურგი ისე უნდა მუშაობდა საკუთარ სულში. და იმისათვის რომ ეს ასე მოხდეს, ჩვენ უნდა კიდევ მეორე მუდმივად გამოეძიებდე ღვთისნებას და მუდმივად უნდა ლოცულობდე და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებ გაიგო შენ რა გჭირს და შენ თუ არ იცი რა გჭირს, შენ აღსარებას ვერ ამბობ. და მე მოდიხარ და აღსარება ზოგისთვის ფსიქოთერაპია, ზოგისთვის ვიღაცების განკითხვა, ზოგისთვის რაღაც ამქვეყნიური პრობლემების მოგვარების მცდელობა, ოღონ არ არის ჭეშმარიტი აღსარება, რომელიც ჭეშმარიტი სინანულიდან უნდა იყოს აღმოცენებული. და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში როგორ ცხოვრობდნენ, ის საზმო როგორ ცხოვრობდა გრიგოლ ხანძთელის საზმო. მოუკლებელი ლოცვა, წყურვილი და შიმშილი მარადის, ადამიანებს ეშინიათ ესეთი რაღაცეების. ეს მაზოხიზმი კი არ არის. ეს არის იმდენად დიდი სიყვარული აქვთ ქრისტეს, იმდენად გულანთებულნი იყვნენ ქრისტეს სიყვარულით, რომ ეს ასკეტური ღვაწლი მათთვის სიამოვნების მომგვრელიც იყო. აი მაგალითად თქვენ დაახლოებით საათი და 15 წუთი ალბათ გახართ. ეხლა ვიღაცამ რო გარედან დაგინახოთ, იფიქრე რა ესენი რაცო ეს საწყალი ხალხი დგანან, სკამებიც არ აქვთ, არაფერი დგანან. მაზოხისტები არიან იტყვის. მაგრამ თქვენ აქ ქრისტესადმი სიყვარულით გულანთებულნი დგახართ. და არა მარტო დღეს დგახართ, არამედ ხვალეცი დგებით, მაზეგაც სულ მოდიხართ და დგახართ. და რომელიმე თქვენგანი ფიქრობს, რომ თქვენ იტანჯებით? თქვენ არ ფიქრობთ, რომ იტანჯებით, თქვენ ბედნიერნი ხართ, იმიტომ რომ აი აქ დგომით. ქრისტეს ეძიებთ, გესმით? ქრისტეს სიყვარული ყველაფერს გადაფარავს. ესმით, აი ეს არის და რა თქმა უნდა, ღვაწლის არის და ღვაწლის. მათი ღვაწლი, ვინც მონასტერშია, მით უმეტეს მათი ღვაწლი გრიგოლ ხანძთელის და მის საზმოსი ძალიან დიდი იყო. მაგრამ ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვს. როგორც შენ აქ დგომით, კი არ იტანჯები, არამედ ხარობ, რომ ქრისტესთვის დგახარ, ეს ადამიანი წყურვილით, მოუკლებელ ლოცვა ჩვენ სულ უნდა გქონდეს. ეს არის ამან არის ის ერისკაცი სასულიერო პირი მერვე მე-9 საუკუნე, 21 საუკუნე. ეს არის სულ მუდამ, ეს არის ღვთისმცნებაა პირდაპირ. მოუკლებელი ლოცვიდე, პავლე მოციქული ახმოვანებს ამას. მოუკლებელი ლოცვა, წყურვილი, შიმშილი მარადის და უძილობა, ზედგომაი და მუხთა დრეკაი ფრიადი, მეტანიები რასაც არის, მეტანიები, რომელიც ძალიან გვეხმარება იმისათვის, რომ ღმერთთან ურთიერთობა გავაცოცხლოთ. ფორმალიზმიდან გამოვიდეთ. ლოცვაში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი სულის არის ფორმალიზმი, როცა ადამიანი ამბობს ლოცვას და არ ვფიქრდება რას ამბობს, როცა ლოცვის სიტყვა არ არის მისი პირადი სიტყვა, არამედ უბრალოდ კითხულობს რაღაცას. და მეტანია აცოცხლებს ღმერთთან ურთიერთობას და ჩვენში განდევნის ფორმალიზმს. ხოლო ჟამის წირვაი არასოდეს დააცადის, ანუ არასოდეს ჩერდებოდა ჟამი, ანუ წირვა იყო მოუკლებელი, ყოველდღიური, ყოველთვის. იოსებ ისიქასის სულიერი სკოლის ერთ-ერთი მახასიათებელი ეს არის ყოველდღიური წირვები. მათ შორის დიდ მარხვაში პირველ შეწირული ლიტურგია ყოველდღე, არა ოთხშაბათი პარასკევი, არამედ ყოველდღე. ეს არის უძველესი პრაქტიკა. რამე კი არ გამოუგონია. იოსებ ისიქასმა ეს დანერგა ყოველდღიურად, იმიტომ რომ მან ისწავლა თავისი მოძღვრებისგან, რამდენიმე მოძღვარი ყავდა დანიელ კატუნაკელისგან, რომელიც თქვა ჩაკეტილი იყო თავისთვის და არ ხდებოდა აფიშირება და ამან ეს მოახდინა, ამან ეს გამოამზეურა და მე მისმა შვილებმა გაშალეს. ამიტომ სადაც მისი შვილების მემკვიდრეები არიან, ყველგან ყოველდღიური მსახურება არის. და გრიგოლ ხანძთელთან ასე იყო. და ეს არ გაჩერდებოდა არასოდეს თვინიერ მიზეზსა და უძლურების, ანუ ყოველთვის იყო თუ რაღაც ობიექტური მიზეზი არ იყო რაც შეეხება ეხა იესოს ლოცვას. იგი
აქ მინიშნება რომ საკვების მიღების დროსაც კი არ წყდებოდა და სულ საკვების როცა ჭამ ადამიანი ფიზიოლოგიურ რაღაც მუშაობას შეწევა შენი ორგანიზმი მაშინაც რომ არ ჩერდება იესოს ლოცვა ეს ნიშნავს რომ ეს ყოველთვის შენთან იყო გამზადა ტაბლაი აკურთხეს მადლობი და იწყეს ჭამად მარადის მეტყველთა სულის საზდელსა მას სიტყვასა იწყეს ჭამა და მარადის მეტყველებდნენ სულის საზდელსა მას სიტყვასა უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ ანუ სულის საზდელი დიახაც ასეა ვისაც ეს პრაქტიკა თავის ცხოვრებაში დანერგილი აქვს ერთიან მთლიან ეკლესიურ კონტექსტში მან ძალიან კარგად იცის რომ სულს ყვებავს გონებისმიერ იესოს ლოცვა და მის გარეშე სულს ყოფნა აღარ ძალუც ისთვის ცხოვრება უღიმღა მოხდება, იმიტომ რომ მან გამოსცადა რას ნიშნავს სულს რომ მუდმივად ეხება საღვთო მადლი. და ღმერთი იყო შორის წმინდათა მათ, სიხარული იყო ამავე დროს დაყოფად რა ქონა, სიხარული დაუსრულებელი და კეთილი მოუკლებელი. რა თქმა უნდა, იესოს ლოცვას აქვს თავისი პრაქტიკული მხარეები, რომელსაც შემდეგზე შევეხებით და ნახავთ გიგო ხასელთან ეს პრაქტიკული მხარეები როგორ იყო რეალიზებული.